თურქეთის სომხეთთან საზღვარს გახსნის, როდესაც აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ვაშინგტონში დოკუმენტის პარაფირება მოხდა, აზერბაიჯანი ხელმოწერას არ ჩქარობს და გარკვეულ პირობებს აყენებს, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლას. ჰაქამ ფიდანი უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ თუ ურთიერთობები ამ ეტაპზე დარეგულირდება, სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მთავარი მოტივაცია დაეკარგება. მისი თქმით, მან შესაძლოა რეგიონის გაყინული კონფლიქტის საფრთხის წინაშე დააყენოს. იმ დროს, როდესაც ფიდანი თურქეთის დიდ ეროვნულ კრებაში ამ განცხადებებს აკეთებდა სტამბოლში, სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა. სომხური დელეგაციის ხელმძღვანელობმა იქ განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი მალე დადებით შედეგებს გაიღმებს.